აბსოლუტურად შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერნი საკუთარ თავთან. როცა დაიწყება ნეტარება საკუთარი თავით, შენი ფიზიკური სხეულით, კი მეღვთაებრივ ვარ ჩემი ნებისმიერი გამოვლინებით, მაშინ უკვე თქვენ შეხვალთ და ამის მერე თუ შეხვალთ ურთიერთობაში ფიზიკურად მეორე ნახევართან, ანუ რეალურ საპირისპირო სქესთან, თქვენ ატარებთ ამ თელობას და ისიც იმას აგირეკლავთ, რასაც თქვენ ატარებთ, როგორც მთელი. როცა ადამიანი შედის ურთიერთობაში გაყოფილი ცნობიერებით, მე ქალი ვარ, შენ კაცი ხარ, წინა შეხედულებებზე და სტერეოტიპებზე, სწავლებებზე აღარ გავჩერდები ერთს ვიტყვი მხოლოდ, ანუ როცა სულ მოლოდი, ანუ ასეთ მდგომარეობაში გაყოფილი ცნობიერებით თუ შედიხარ ურთიერთობაში, სულ გაქვს მოლონდინები, მე თუ ვაკეთებ ის, რაც უნდა, ანუ შენ რატომ არ აკეთებ იმას, რაც უნდა. მოკლედ რაც უნდა ვქნა, ეს არის ის, რომ შევაერთოთ ჩვენს თავში ორივე ენერგია და გავამთლიანოთ. უბრალოდ შეკითხეთ თქვენს თავს. ჩვენ შიგნით არის შინაგანი კაცი და შინაგანი ქალი. კითხეთ თქვენს თავს, ვინ ვარ ახლა? როგორი ენერგია ჩემში უფრო ძლიერი, ქალური თუ კაცური? მე მაგალითად ჩემი პირადს ვიტყვი, მე მთელი ცხოვრება უფრო კაცური ენერგიებით მოძრაობდი, ანუ კაცის ენერგიები რა არის, ანუ ეს მითითებები, ეს მბრძანებლობა, ეს უფრო რაღაც ესეთი გადაწყვეტილებების მიღება, ანუ ეს არის უფრო კაცური ენერგიები, ქალური უფრო ნაზია, უფრო მსუბუქია, უფრო ჰაეროვანია, ტკბილია, სიყვარულია. ანუ ამ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში მე მომიწია მუშაობა ქალურ ენერგიებზე და პრინციპში ჩემთან უკვე მოხდა ეს შერწყმა, ეს მოხდა დაახლოებით 1 წლის წინ. კი, 1 წლის წინ. ამ დროს რა ხდება, სიზმრებშიც ხდება ქალური და კაცური ენერგიების შერწყმა. მთელი პროგრამებია, რომელიც მართავს ადამიანებს, ფენები, უამრავი ფენებია, განზომილებები, როცა ღებულობ შენ შინაგან კაცს და შენ შინაგან ქალს, აერთიანებ ერთ მთლიანად და აძლევ უფლებას ამ ენერგიებს გამოვლინდნენ. მე დამეწყო სიზმრებით. მე გადმოვიდა ფიზიკურ რეალობაში, ანუ ფიზიკურ რეალობაში ამ დროს რას ხედავ? ყველგან ხედავ, რომ წვილია, სიყვარულია. მე ადიხარ უფრო მაღალ განზომილებაში. იქ უკვე სხვა ის არის სიმშვიდეა, აბსოლუტური სიმშვიდეა. მოკლედ ეტაპებია და საფეხურებია. და ამ ეტაპებს ვერ გადაახტები, უნდა ახვიდე ნელ-ნელა. ადიხარ, ზოგი სწრაფად დადის, ზოგი ნელა, ყველას თავისი ტემპი აქვს, ვის როგორ ჭირდება ისე. პირველ რიგში არის, რომ სულად აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. არავისი არ გადაგვაქვს პასუხისმგებლობა. თქვენ უკვე ხართ ის, ვისაც შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერი. შეუძლია თავი გახადოს ბედნიერი, დამოუკიდებლად. როცა თქვენ შინაგანად აანთებთ ცეცხლს ბედნიერების, ის მრავლდება და თქვენ გამოხატავთ სიყვარულს და ეს ყველაფერი გამოიხატება გარეგნულ სამყაროში. ამიტომ შევაერთოთ ჩვენში არსებული კაცის და ქალის ენერგია. გავესაუბროთ შინაგან კაცს, გავესაუბროთ შინაგან ქალს, მე გღებულობ შენ, მადლობელი ვარ შენი. და ვიხსნოთ თუ როგორ ერწყმის ეს ორი ენერგია ერთმანეთს. ორი ნახევარსფერო ერთდება. იხსნება ეპიფიზის ჯირკვალი. ეს არის ვიბრაცია უპირობო სიყვარულის, სადაც არ ყოფთ არაფერს, მესამე თვალი და ირთვება უკვე შემოქმედებითი დინება, სადაც უკვე ქმნით. ანუ რა ხდება, როცა ფიზიკურ რეალობაში კაცი და ქალი ერწყმის ერთმანეთს, იბადება ბავშვი. როცა ენერგიები ერწყმის ერთმანეთს, შენში იბადება შექმნა, რაღაცის შექმნა გინდება ამ დროს. რავი, ნებისმიერ რამე აიღეთ, თუნდაც ნახატები, მუსიკა, პოეზია, კრეატივი. ანუ ჩვენ ვიწყებთ გამრავლებას, ჩვენი ენერგია იწყებს გამრავლებას. გავაგრძელოთ. მინდოდა კიდე დღეს მერკაბაზეც მესაუბრა. მერკაბა ეს არის ჩვენი სხეულის სინათლე. ყველა ცოცხალ არსებას აქვს მერკაბა. ადამიანმა მოითავსა თავისი თავი დაბალ ვიბრაციებში და მისმა მერკაბამ შეწყვიტა ფუნქციონირება. ახლა ვსწავლობთ ავანთოთ ჩვენი სინათლე. მერკაბა შედგება 2 ტეტრაიდერისგან. ერთი წამით. მოკლედ მერკაბა შედგება 2 ტეტრაიდერისგან, ზედა ტეტრაიდერი და ქვედა ტეტრაიდერი. ზედა კაცური, ანუ რომელიც ტრიალებს მარჯვენა მხარეს და ქვედა ქალური ენერგია, რომელიც ტრიალებს მარცხნივ.
ანუ ზედა იმუხტება ზედა კოსმიური ენერგიით, ქვედა იმუხტება დედამიწის ენერგიით. და როგორია, ნახეთ, განახეთ. ანუ ზედა და ქვედა, ისა, კაცი და ქალი. და მე ამათი შეერთებით რა გამოდის? აი, ვარსკვლავი. იცით ალბათ ეს ვარსკვლავი ხო, მაგრამ ბევრმა არ იცის რას ნიშნავს სინამდვილეში, ხო ეს? ანუ ეს ჩვეულებრივი სამკუთხედები, სამკუთხედი, რომელსაც წვერო აქვს ზევით, ეს არის კაცური და სამკუთხედი, რომელსაც წვერო აქვს ქვემოთ, ეს არის ქალური. და მათი შეერთებით გამოდის ვარსკვლავი. ქალი უფრო ემოციურია, ის ამიწევს ყველა ცოდნას, ასევე აძლევს კაცს ენერგიას, რომ კაცი გაიხსნას და თავისი სხივი შეიერთონ. კაცი იზრდება ქალის დახმარებით, ქალი ღებულობს ამ ყველაფერს და ამიწევს. ყველას გვაქვს ეს ტეტრაიდერი, ცენტრი არის მზის წნული. როცა იწყებს ტრიალს ერთდროულად კაცის და ქალის და სწრაფად, ვხედავთ შუქს. თუ შევხედავთ ქვევიდან ზევით, ვხედავთ ძლიერ სინათლეს და წრეს, როგორც მფრინავი თებში. იქ უკვე არ არის გაყოფა, იქ არ არის სქესი. იქ ცნობიერი აბსოლუტურად სუფთა. ჩვენ უბრალოდ ეს ყველაფერი დაგვავიწყდა. ჩვენს უჯრედებში ეს ყველაფერი არის. როცა მერკავა აქტიურია, ადამიანი არავად მყოფობს. ჩერდება სიბერის პროცესი. აქტიურდება ქრისტეს ცნობიერება. ჩვენ ყველას გვაქვს ვიბრაციები ქრისტესი. ქრისტეს ცნობიერება ეს არის უპირობო სიყვარული. და ჩვენ ახლა მივდივართ ქრისტეს ცნობიერებისკენ. ალბათ იცით, მრავალი წინასწარმეტყველება არსებობს ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. სინამდვილეში ქრისტე გამრავლდა. ის ყველა სხეულშია. და ქრისტეს მოსვლა ეს არის მოსვლა მისი ენერგიის. როცა ის გამოვლინდება ხალხში. ახლა ბევრი ქრისტე ყავს პლანეტაზე. ისინი გაღვიძებული ადამიანები არიან და მათში არის ქრისტეს ენერგია. ვიბრირებენ მის სიხშირეზე. აი ეს არის ქრისტეს მოსვლა. ეს ერთი ადამიანი არ არის, ეს ცნობიერებაა. ქრისტე არის მეხუთე ელემენტი, ანუ ადამიანი არის მეხუთე ელემენტი, ეთერი, რომელიც ამოღებულია მენდელეევის სისტემიდან. წყალი, ჰაერი, მიწა, ცეცხლი და მეხუთე ეთერი, რომელთა შეერთებით ხდება შერწყმა და გაერთიანება. მე პირადად ახლა მუშაობ მიწის ელემენტთან. დანარჩენთან კონტაქტი მაქვს. წყალთან, ჰაერთან, ცეცხლთან. მიწასთან კონტაქტი ყოველთვის მიჭირდა თავიდანვე, პატარობიდან. ვერაფრით ვერ ვეგუებოდი დედამიწას, მაგრამ ეს მიწის ელემენტი ძალიან საჭიროა. პრინციპში ქალური ელემენტია და ყველაფრის დამიწებად საჭიროა. რაც მოდის შენში, რაც ჩამოედინება, რაც გეხსნება, უნდა დაამიწო. სინამდვილეში ყველა ცოდნა დამიწებულია, ყველაფერი გადმოცემულია, უბრალოდ დამალულია ტვინებისგან. ქრისტეს ცნობიერება არის განზომილება, სადაც იშლება მთელი სწავლულება, რომელიც დამალული იყო. მერკაბა არის სხეულის სინათლე, რომელიც აქტიურდება უპირობო სიყვარულით. შეიძლება ისეთ ადამიანს გაუაქტიურდეს, ვინც საერთოდ არ იცის რას ნიშნავს მერკაბა. განზომილებიდან განზომილებაში გადასვლა შეიძლება. ეს ის განზომილება, სადაც დრო აღარ არის. იქ წყდება სიბერის პროცესები. სხეულის სინათლე ჩვენი პირადი ხომალდი. ჩვენ მართავთ მას. რაც უფრო ვააქტიურებთ მერკაბას, მით უფრო ძლიერი ხდება, მით უფრო მატერიალიზდება. ჩვენ ვავსებთ ჩვენი ფიქრებით, ჩვენი გამოცდილებით, ვაძლიერებთ ჩვენი ხედვით. შეგვიძლია გავააქტიუროთ პრაქტიკებით, გააზრებულად. თუ სიხშირე არ ყოფნის, შეიძლება გააქტიუროთ, თუმცა თუ დაფიქსირებული არ ხარ მაღალ სიხშირეზე, შეწყვეტს მუშაობას. ანუ ფიქრის კი დაბალ ვიბრაციულზე, რამეზე უკვე სიხშირეს და ვიბრაციებს ცვლის. ანუ ჩვენ უნდა გავიდეთ უპირობო სიყვარულის სიხშირეზე და იქ დავფიქსირდეთ ჩვენი მერკაბა, რომ ამუშავდეს. მერე იქ იცვლება სხეულის სტრუქტურა, ვიზუალურადაც იცვლები, თვალების ფერიც გეცვლება, თმის სტრუქტურაც. ძალიან ბევრი რამე იცვლება. იქ უკვე საოცრებები ხდება. ლევიტაციაც. უნდა გავიხსენო. ნივთების მატერიალიზაცია. როგორც ქრისტეს შეეძლო, პური რომ გააჩინა, ღვინო, ადამიანებს კუნავდა. ეს ხდებოდა გულით.
როცა ცნობიერი აღარ ყოფს მე და შენ, როცა იცის რომ მის წინ დგას მე, ის მისი უჯრედია, მაშინ ის თავის უჯრედებს აძლევს ბრძანებას, რომელიც გამრავლებულია სხვადასხვა სხეულში და აქტიურებს სიხშირეს, უპირობო სიყვარულის სიხშირეზე არ არის ავადმყოფობა. როცა სიყვარული გაცნობიერებულად, როცა ნებას რთავ რომ მოხდეს ეს, ნებაც უნდა დართო თავს, რომ მიიღო ეს ჯილდო. მაშინ თქვენ მას გააქტიურებთ. მერკაბა ხდება აქტიური, ის უკვე სულ აქტიურია. გაწმინდე, ყველა უჯრედი გაწმინდე, სივრცე გაწმინდე, ყველა ნეგატიური დესტრუქციული ენერგია და გადააქციე აქ და ახლა ყველაფერი სიყვარულად. საკმარისია ერთი ფიქრიც და გვერდზე ადამიანი დაიწყებს განკურნებას. ეს უკვე ძალიან დიდი ენერგიებია შინაგანი, როცა ადამიანი ტყუილა არ ფანტავს მას, როცა აღარ თამაშობს გაყოფილ სამყაროში, მატრიცაში, როცა მან გაიაზრა და გაიხსენა, რომ ღმერთია. ღმერთი ქმნის სამყაროებს, ღმერთი მას შობს და კი, თუ საჭიროა, ის მათ შლის. ამას ყველაფერს შრება ღმერთი. ღმერთი ის არის შემქმნელი და ჩვენ მისი უჯრედები ვართ. არაფრით არ მან თავი ყველა თანაბარია. ვინმეს ეზევით, ან ქვევით. არც უფალზე მახლა ვაყენებთ თავს. ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ ერთი და იგივე ვართ, ერთი მთლიანი, ერთი ცნობიერება, ერთი სიყვარული. ახლა ვინც იბადებიან ბავშვები, ისინი უფრო ჩქარა გაიხსენებენ. ანუ უფრო მეტ მინიშნებებს იტოვებენ თავიდანვე, რომ მალე გაიღვიძონ დასახმარებლად. მოკლედ ჩავწე პრაქტიკას მერკაბას ჩაშვების. ზოგი იგრძნობს, ზოგი არ იგრძნობს, არ მიეჯაჭვოთ შეგრძნებებს. გებულობ, ვერ გებულობ, უბრალოდ მიყევით და მერე მოხდება თქვენ ცნობიერში განათებები. მივხვდი, ასე იქნება და გაივლით მთელ საფეხურს. ახალმთავარია, დიდხანს რომ არ გაჩერდეთ ერთ ადგილას, უბრალოდ მიიღეთ რაც არის. თუ გაქვთ სიზმრები ან რამე გაცნობიერება, შეგიძლიათ დაამიწოთ, ასე უფრო მყარდება. გააქტიურებული მერკაბა როცა აქვს ადამიანს, ის გრძნობს საოცარ სიმსუბუქეს, ენერგიის ტრიალს მის გარშემო, ხშირად სხეულიც ირწევა ამ დროს. ხო, და ვინჩის ვარსკვლავი გახსოვთ ალბათ, ადამიანი ხელებ და ფეხებ გაშლილი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ეს არის აქტიური მერკაბა. ეს ყველაფერი დამალული იყო მასების საკონტროლებლად. ახლა ვაცნობიერებთ, რომ ეს ყველაფერი საჭირო იყო ევოლუციისთვის. ის ბნელი ძალებიც მაქსიმალურად გვაჯანჯღარებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვინდომოთ გაღვიძება. უბრალოდ ყველა იმყოფება თავის სართულზე, თავის დონეზე. გამონათებამდე შეიძლება მიხვიდე სხვადასხვა გზით. ზოგი მიდის ღმერთით, ზოგი საკრალური გეომეტრიით, ზოგი ქიმიის მეცნიერებით, ფიზიკა, ბიოლოგია, ზოგი მცენარებით იწყებს ამ ყველაფრის გახსნას. გზა ბევრია და ყველას მივყავართ წერტილში. აქ და ახლა, რომ ღმერთმა ყველა შექმნა თავის მსგავსად და ხადად, ყველას მისცა აბსოლუტურად თანაბარი ძალა, ღვთაებრივი, ისეთივე, როგორც შემოქმედს აქვს. სულ ვიძახდი, მანამდეც ვიცახდი სანამ ამდენი რამე გამეხსნებოდა, რომ მე თუ რამე შემიძლია, ესე იგი სხვასაც შეუძლია. რომ დავიწყოთ ამ ძალის გამოყენება, უნდა დავიწყოთ. მოკლედ დღეს მერკაბაზე მოგახსენეთ, პასუხისმგებლობაზეც გითხარით. ინიციაციას მერკაბას ჩაშვებისას ჩავწერ და მოგაწვით, მასაც ჩაუშვებ საჯაროდ, იყოს მატრიცაში იცურაოს, იქნება და როგორ ჰაერივით სჭირდება ვინმეს. მოკლედ, მომავალ შეხვედრამდე, ჩემო კარგი მოლამაზებო, ღვთაებრიებო, მიყვარხართ.